ჯანდაცვის და მედიცინის თემებით ხსნით საქმიანი დილას 22 მაისის გადაცემას Pfizer-ის განცხადებით კომპანია ჩინურ ბიოფარმაცევტულ კომპანია 3S BioInch-თან 6 მილიარდ დოლარიან გარიგებაში შევიდა, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნას, წარმოებას და კომერციალიზაციას შეეხება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს და Pfizer-ის თანახმად ჩინეთში მიმდინარე რამდენიმე კლინიკური კვლევის ფარგლებში მედიკამენტი უკვე იტესტება ფილტვის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და ასევე გინეკოლოგიური სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ. ეს სამი ბიომკვლევის მესამე ფაზა მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს. აზიის ქვეყნებში კი განსაკუთრებით სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ჩინეთსა და ტაილანდში COVID-19-ის ახალი შემთხვევები იზრდება, კორონავირუსის ახალი ვარიანტი JN1. ომიკრონის ქვეშტამია, რომელიც რეგიონში სწრაფად ვრცელდება, COVID-ის ახალ ტალღაზე საუბრობენ ინდოეთში, სადაც JN1 200-მდე პაციენტი დაინფიცირდა. სინგაპურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში COVID-ის 14200 შემთხვევა ფიქსირდება, მანამდე წინა კვირის განმავლობაში 11100 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 30%-ით გაიზარდა. უცნობია JN1-ის შემთხვევების რაოდენობა ჰონგ-კონგში, თუმცა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების დონე საკმაოდ მაღალია, მათივე ცნობით ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაცვალების 31 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ამ შტამის ვერსიას, JN1 BA286 შტამის ახალი ვერსია არის, რომელიც პირველად 2023 წლის ბოლოს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ეს ვირუსი როგორც აზიის ქვეყნებში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა. JN1 სხვა ვარიანტებისგან პეპლომორულ ცილაში განსაკუთრებული მუტაციით გამოირჩევა, რაც ვირუსს მარტივი გავრცელების და ვაქცინით მიღებული იმუნიტეტისათვის თავის დაღწევის საშუალებას აძლევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ JN1 ინტერესის საგნად მოინიშნა და დაავადების მიმდინარეობასაც აკვირდება. მათივე ცნობით და ინფორმაციით ახალი ვარიანტი ავადობის უფრო მწვავე ნიშნებს არავლენს, ვიდრე სხვა ვარიანტები იყო. JN1-ის ინფექცია მსუბუქად საშუალო სიმძიმით კლასიფიცირდება, სიმპტომები კი ომიკრონის შტამის მსგავსი არის, როგორც გვახსოვს, ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, სისუსტე და ასევე სურდო. ამასობაში შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის სააგენტომ, მას თქვენ FDA-ის სახელით იცნობთ, ალცჰაიმერის დიაგნოსტიკის სისხლის პირველი ტესტი დაამტკიცა. FDA-ისგან ავტორიზაციის მიღება ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ფარგლებში მოწყობილობის გაყიდვა და გამოყენება დაშვებული გახდება. სადიაგნოსტიკო მოწყობილობა, რომელიც ალცჰაიმერის დადგენას სისხლის ანალიზის საშუალებით ახდენს, იაპონურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Fujirebio შეიმუშავა. ახლად დამტკიცებულ მოწყობილობებისგან განსხვავებით, FDA-ის მიერ ადრე ავტორიზებული ტესტები ცერებროსპინალური სითხის ნიმუშებს იყენებდა, რომლებსაც პაციენტების ზურგის ტვინიდან იღებდნენ. FDA-ის კვლევამ აჩვენა, რომ სისხლის ტესტს შეუძლია გამოავლინოს ცილოვანი მდგომარეობა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი მარტო შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერის მქონე ამერიკელების სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით 7 მილიონი არის, ხოლო 2060 წლისთვის კი პროგნოზირებული არის, რომ მათი რაოდენობის გაორმაგების საშიშროებაც კი არსებობს. გლობალურად კი მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანი არის დაავადებული დემენციით და მათი 60-დან დაახლოებით 70%-მდე სწორედ ალცჰაიმერის სინდრომით ცნობილი დაავადებით ავადმყოფობს. დიახ, და საბოლოოდ მეცნიერთა ეს აღმოჩენა, რომელიც ამერიკის მთავარმა სააგენტომ დაადასტურა, ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მარტივი ტესტების მცირე სერიით ძლიერ ზუსტად მოხდეს ალცჰაიმერის რისკის პროგნოზირება, რაც ძალიან კარგია, რადგან ამჟამად ალცჰაიმერის დაავადების განკურნება წარმოუდგენელია, ეს არ არსებობს. ექიმები პერიოდულად ნიშნავენ წამლებს, მედიკამენტებს, რათა გააუმჯობესონ სიმპტომები, რომელიც ხშირად ახლავს ალცჰაიმერს, შორის უძილობა, ხეტიალი შფოთვა, აღზნება და დეპრესია. მოკლედ, ამ კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი არის სოფლიოში. მე ყველას ჯანმრთელობას გისურვებ, თავს გაუფრთხილდით და საქმეს ნუ მივიყვანთ იქამდე, ვიდრე რაღაცა შეგვაწუხებს ან რაღაცის სიმპტომი გაჩნდება. არსებობს უამრავი კლინიკა, საშუალება, დაზღვევა, პროფესიონალი ექიმები, ვინც დაგეხმარებიან, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ გაიკეთოთ ყველა ძირითადი ბაზისური კვლევა ყველა მიმართულებით.
აი, ყველაფერი დანარჩენისთვის კი ადევნეთ თვალყური ჩვენს ტელეპროექტ ჯანდაცვის სტანდარტი, სადაც ამ და სხვა უამრავ თემებზე მოისმენთ კომპეტენტურ აზრს, როგორც ამირან გამყრელიძის საავტორო პროლოგიდან, ასევე ჩვენი სტუმრებისგან. შემდეგი გადაცემის მთავარი თემა კი არის ინსულტი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის და მათ შორის სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზადაც კი სახელდება და გადაცემა ეთერში ტრადიციულ დროს კვირას BMG TV-ზე 12-ის ნახევარზე გავა. ჯანდაცვის სტანდარტის 25 მაისის გადაცემაში ჯანმრთელობისთვის აუცილებელ და საჭირო რჩევებს მოისმენთ. კვირას 25 მაისს გადაცემა დაეთმობა მნიშვნელოვან სიახლეებს და რეალურ გამოწვევებს, რომლებიც საზოგადოებაში ჯანდაცვის სტანდარტთან დაკავშირებით არსებობს. ვისაუბრებთ ინსულტზე, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და ხშირ დაავადებაზე მსოფლიოში, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით. საქართველოში ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა სამწუხაროდ ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს, რაც საჭიროებს დამატებით ყურადღებას და პრევენციასა და მკურნალობის სტანდარტების გაუმჯობესებას. როგორი არის ინსულტის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და პრევენცია? მოისმენთ როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების გამოცდილებას. ამ მიზნით ჯანდაცვის სტანდარტის სტუმრები იქნებიან: ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ზურაბ ნადარეიშვილი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კლინიკური პროფესორი. შეხვდებით კვირას 25 მაისს, უცვლელ დროს და ადგილას 11 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე. ჯანდაცვის სტანდარტის დროა ნინი ლონგურაშვილთან და პროფესორ ამირან გამყრელიძესთან ერთად. ჩემგან კიდევ ერთხელ მადლობა წყალიმთის და ავერსის კლინიკებს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის. ხო, მაქვს საინტერესო სიახლე, რომელსაც ავერსის გუნდს ვლოცავს, სხვათა შორის ავერსი ფარმამ თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრი ააშენა, როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიონი ლარია. ავერსი ფარმაში აღნიშნავენ, რომ კობახიძის 33-ში განთავსებული ლოგისტიკური ცენტრი საბაჟო სასაწყობე სივრცის გაფართოების მიზნით აშენდა. საბაჟო კონტროლირებადი ზონის სტატუსით გვაქვს ერთი ლოგისტიკური ცენტრი, თუმცა მოცემული პროექტი ემსახურება არსებული საბაჟო სასაწყობე სივრცის გაფართოებას და დაემატება 3200 საპონდოტე ადგილი. სრული სამშენებლო ფართი კი არის 4553 კვადრატული მეტრი, ხოლო ინვესტიციის დაახლოებითი ღირებულება კი არის 11 მილიონი ლარი, სწორედ ეს განუცხადეს BMG-ის კომპანიაში. პროექტის არქიტექტურულ და ასევე კონსტრუქციულ ნაწილზე კი Element Construction-მა იმუშავა წარმატებები და მათ შორის მოკითხვები როგორც Element Construction-ს, ასევე ავერსის გუნდს და ვლოცავ მათ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს. ამ დრომდე თბილისის საკრებულოს ორგზის მოწვევის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცემერი გახდა. ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობის თომაზე კახა კალაძემ გააჟღერა. ისიც დაამატა, რომ ტყემალაძე გუნდში ერთ-ერთი გამოჩეული ლიდერია და მას დიდი წარდგენა არ სჭირდება. ტყემალაძემ პოსტზე ირაკლი ხმალაძე შეცვალა, რომელიც ოცნების მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გასულ კვირაში დაინიშნა თორშტები. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მოგაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგი კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ეს რამ განაცხადა კახა კალაძე. მეც სურს შევუერთდე ამ მილოცვას და გიორგის უსურო წარმატებები ქართული ოცნების წიაღში. ალბათ რამდენიმე ადამიანთან ერთად ის გამორჩეულ, გონიერ დაბალანსებულ, კომუნიკაბელურ სახელმწიფო მოხელედ მიმაჩნია. რაშიც არ ვეთანხმები ბატონ კალაძეს, ეს თვითმმართველობის პასაჟია გიორგი ტყემალაძის წარდგენისას. საქართველოში თვითმმართველობა არ გვაქვს, არ გვაქვს არც დედაქალაქში და არც არსად. ჩვენ მკვეთრად ფორმირებული და ეს ცენტრალიზებული მართვის მოდელი გვაქვს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ დონეზე. მე ვიცი, ეს რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, სრულფასოვანი თვითმმართველობის ამოქმედება, რომ ადამიანები და შესაბამისი კადრები არათუ რეგიონში, თბილისის ცენტრშიც ვერ იპოვი, მაგრამ ერთხელ ალბათ მოგვიწევს და უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, რომ დავიწყოთ სრულფასოვანი თვითმმართველობისკენ სვლა, მათ შორის ფინანსებით და მმართველობითაც, რადგან სხვანაირად უბრალოდ რეგიონებს განვითარება უბრალოდ არ უწერია. აი, მეორე თემაზე, რაც ახალი პროექტების დაანონსებას ეხება, ბატონი კალაძის მხრიდან ველით და მზად ვართ, გვაინტერესებს. ადრეც მithქვამს და ეხლაც ვიტყვი, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური, ისევე როგორც მერიის თუ დედაქალაქის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არის ყოველთვის ჯერომარი, ნორმალურ საქმიან დონეზე, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე.
მათ შორის პირველ რიგში საქართველოს მთავრობის წევრებზე და მათ საკომუნიკაციო მიმართულებებზე თუ სამსახურზე, რომლებთაც აღნიშნული სამსახურები, არ ვიცი, პროტოკოლის თუ პირადი დაცვის კვაზი სიმბიოზად ჩამოაყალიბეს. ხო და მარტივია აგერ. მიბაძეთ ამ ნაწილში მაინც ბატონ კალაძეს და მის გუნდს და დამეწყვეტ ყველაფერი დაალაგდება. სხვათა შორის კალაძის დაანონსებულ პროექტებზე გამახსენდა და გუშინ კიდევ ერთი კარგი პროექტი გაიხსნა უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბი. გვირაბის სიგრძე 100 მეტრს შეადგენს. პროექტი შარშან დაიწყო. ის საბოლოოდ დაждდა 12.800.000 ლარი. პროექტზე კომპანია New Trans Road-მა იშრომა. თავდაპირველი პროექტის მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტის ღირებულება იყო 11.800.000, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიის წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე და თანახმად, როგორც ეს მუდმივად ხდება თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სამუშაოების დასრულების პირველადი კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტი დრო და თანხა დასჭირდათ, რის გამოც მე ამ ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილება და ის 12.800.000 ლარამდე, ანუ მილიონი ლარით გაზარდა. მე მესმის, მე ის მომჭირნეობა ფასის დავადების დადგენისას, მაგრამ მეორეს მხრივ, მეგობრებო, ბიზნესის უკეთესი დაგეგმვისთვის განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ამ სფეროში კონკურენციის ასამაღლებლად ალბათ თავიდანვე სჯობს რაღაც რეალისტური ვადების და ბიუჯეტების დაწესება. მე მგონია, რომ ამითი უფრო მეტად გაიზრდება სხვადასხვა კომპანიების ჩართულობაც, ენთუზიაზმიც და მეტი კონკურენციაც გაჩნდება. და აქვე კიდევ ერთ პროექტზე გეტყვით, რომ ირაკლი კობახიძის შემდეგ უკვე რიყის დოქების დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია კახაკალაძემაც დაადასტურა. კახაკალაძემ რიყის დოქების დემონტაჟის აუცილებლობაზე მედიასთან ისაუბრა და იქვე თქვა, რომ შენობა ქალაქის ურბანულ განვითარებაში არ ჯდება და ის არის ნაგვის ბუდეო. მისი თქმითვე, ნაგებობის ადგილას ახალი ფუნქციონალური პროექტი უნდა განხორციელდეს, თუმცა თუ რა ტიპის პროექტი იქნება ეს სასტუმრო თუ სხვა, გაირკვევა უახლოეს მომავალში, რასაც თავისთავად რომ მოგახსენებთ ჩვენი საქმიანი ეთერთი. აქ საერთაშორისო ამბებისკენაც რომ გავიხედოთ და თან ცოტა საქართველოსაც უკავშირდება, ევროკავშირი რადიო თავისუფალია ევროპის მხარდასაჭერად 5.500.000 ევროს გამოყოფს და ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსების სახით ჯამში გამოყოფს 5.500.000 ევროს ოდენობის დახმარებას და ამის შესახებ უკვე შეთანხმდნენ. ეს რადიო თავისუფალი ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას შეუწყობს ხელს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა კი ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ოდესმე განაცხადა კაია კალასმა. ბატონო, წარმატებები მსურსულო რადიო თავისუფლების გუნდს და მთელ სააგენტოს არაჩვეულებრივ პროფესიონალებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიოში და საქართველოში, რათა ისმოდეს მათი დაბალანსებული და ობიექტური მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებზე.